მსოფლიოს 6 მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას ზეიმობს. საშობაო ლიტურგია მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში გაიმართა. უწყვეტი პროტესტის 405 დღეს მოქალაქეებმა ქრისტეს შობა რუსთაველის გამზირზე ქაშვეთის ეკლესიასთან იზეიმეს. მათ საშობაო ალილო და მრავალჟამიერით შეასრულეს. სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სახელით გავრცელებულ საშობაო ეპისტოლეში. დღეს უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი. დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვაწლი. წერია ეპისტოლეში. ის რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში მგონი გადაჭარბებულია. ასეთ შემთხვევებში ხელისუფლებას ჩვენის მოწყალების გამოვლინება მაშინაც კი თუ ეს მისთვის საფრთხის შემცველია, განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პროევროპულ აქციებზე დაკავებულების შეწყალებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ისინი გათავისუფლდებიან. ვენესუელა ამერიკას 30-დან 50 მილიონამდე ბარელ ნავთობს გადასცემს, წერს ტრამპი. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ამას ვენესუელელი და ამერიკელი ხალხი სასარგებლოდ გამოიყენებენ.